Მაგუძარა პირდაპირ ეთერში 20 ივლისამდე გრძელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრაფო კონკურსში განაცხადის წარდგენა 300,000 ლარი იმ პროექტებზე გადანაწილდება, რომელთა იდეაც გახლავთ და ეხება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ეკოლოგიას, გარემოს დაცვას და ასე შემდეგ. ამას დავაზუსტებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, რომელიც გახლავთ ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი ჟორჟოლიანი და პროექტის ბენეფიციარი შავქაროსნების წევრი ზურაბ მახარაძე. მოგესალმებით და მოგესალმებით. ირაკლი, ჩამოთვალე ეს ნუსხა, მაგრამ დაასრულე კიდევ რა მიმართულებით გაიცემა გრანტი? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივულოთ საზოგადოების ამაღლების დღესასწაულს. ჩვენ ამ ეტაპზე 20 ივნისისთვის მიმდინარეობს საგრანტო კონკურსი და ვაპირებთ კიდევ მრავალი პროექტის დაფინანსებას, იგივე ადამიანის უფლებების მიმართულებით, გარემოს დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი და ერთი მიმართულება დაემატა სოციალური მეწარმეობა, ანუ ჩვენ ვაძლევთ ახალგაზრდა ორგანიზაციებს, უпростоრად პირველ სტარტაპს, ბიცკს და შემდგომში ისინი დამოუკიდებლად ვითარდებიან და ამ კუთხით ჩვენ იგივე წინა პირველ საგრანტოს თუ გავითვალისწინებთ, დავაფინანსებთ 14 პროექტი, 200-მდე ადამიანი დასაქმდა, 800-მდე ბენეფიციარს მიაღწია. თავიდან გავსაზღვროთ ახალგაზრდებში რა კატეგორიას, რა ასაკობრივ კატეგორიას გულისხმობთ? ასაკობრივ კატეგორია საპარლამენტო ცვლილებების საფუძველზე მოიხსნა, ადრე იყო წესი 2/3 ორგანიზაციის უნდა ყოფილი 26-მდე ახალგაზრდა, ამ ეტაპზე შეზღუდული არ არის, მაგრამ წესდებაში მთავარია იყოს სწორება ბავშვებზე და ახალგაზრდებზე და ამ კუთხით ჩვენ უფლება გვაქვს დავაფინანსოთ არასამეწარმო, არაკომერციული იურიდიული პირები. არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა თუ არის შესაძლებელი კერძო პირებს ან საინიციატივო ჯგუფებს არაფორმალებს შემოიტანონ განაცხადი? ამ შემთხვევაში კანონმდებლობა არ გვაძლევს ამის საფუძველს, სწორება არის მხოლოდ არასამეწარმეო, ანუ IP სტატუსის მქონე ორგანიზაციებზე, ისინი განვითარდნენ და როგორც ვიცი, პროექტის ბიუჯეტი არის 300,000 ლარი, მაგრამ თუ არის სრული ლიმიტი დაწესებული თითოეული პროექტის შემთხვევაში, როგორ გადანაწილდება ეს თანხა? კი ბატონო, მთლიანობაში ფონდის დაფინანსება შეადგენს 1 მილიონ ლარს, აქედან თითოეულ საგრანტოზე ნაწილდება თანხა, ამ ეტაპზე 300,000-მდე გამოყოფილი და შიდა დათქმით დაახლოებით 20,000 ლარი არის, ესე ვთქვათ, გამოყოფილი თანხა, თუმცა სამენოს საფათბიროს შეუძლია გაცილებით მეტი თანხა გასცეს. მოდი შეგავიწყოთ, მოდი ვისაუბროთ იმ კრიტერიუმებზე, რომელთაც მოხდება შერჩევა. ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვს ეს პრაქტიკა, რომ ყურადღებას აქცევენ ამ შემომტანი განაცხადის წარსულს, გამოცდილებას. ამ შემთხვევაში თუ მიეცემათ საშუალება ახლად დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს მიიღონ მონაწილეობა. შანსი რამდენად აქვთ? შანსი, რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი ენიჭებათ სწორება არის ახალგაზრდა ორგანიზაციებზე, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებაში დაემკვიდრონ თავიანთი ადგილი და ამ კუთხით მთავარი კრიტერიუმი რაც არის, ეს არის თავსებადი იყოს მათი პროექტები ჩვენს პრიორიტეტებთან და ამავე დროს პროექტი იყოს მდგრადი და გრძელვადიან პერსპექტივებზე ორიენტირებული, რაც საზოგადოებაში მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით კი სწორება არის მაღალმთიან რეგიონებზე, სადაც საერთოდ პრაქტიკულად ცხოვრება ჩამკვდარია და შიდა მიგრაციის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. ანუ პრიორიტეტი მიენიჭება სწორედ ამ პროექტებს, რომელიც მას რეგიონებზე არის გაწეული. და თქვენ ხანგრძლივობა აღნიშნეთ, გრძელვადიანი პროექტის მოცულობა დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება იყოს? პერსპექტიული შეიძლება იყოს, მაგრამ ვთქვათ 6 თვიანი. ესე შეიძლება იყოს. მაგალითად, კი ბატონო, წინა საგრანტოზე დაფინანსდა სოფლის მეურნეობაში ერთი პროექტი, რომელიც დაახლოებით გრადობის კუთხით 25 წელზე არის გათვლილი, მაგრამ მთლიანობაში კანონმდებლობის საფუძველზე 2014 წლამდე უნდა დაიხუროს პროექტები, მაგრამ შედეგი რა თქმა უნდა შემდგომში შესაძლებელია მიიღოს საზოგადოებამ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ პროექტის ბენეფიციარი გახლავთ ერთ-ერთი პროექტი შავქაროსნები, რომლის წევრიც ზურაბ მახარაძე ჩვენთან არის და სექტემბერში თუ არ ვცდები იგეგმება მასშტაბური ერთდღიანი ფესტივალის საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის გამართვა. ეს ფესტივალი პირველად ტარდება, კიდევ ერთხელ მინდა ფონდს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ საშუალება მოგვეცა, დიდი ხანია გქონდა იდეა ესეთ ფესტივალი გაგვეკეთებია ამ ჩვენი საქმის პოპულარიზაციისთვის, ქართული საბრძოლო ხელოვნება რასაც თქვა და ფონდის დახმარებით წელს პირველად ვაკეთებთ, სექტემბრის ბოლო რიცხვებში ჩატარდება, ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება, მოხდება კოსტუმირებული მსვლელობა. სტუმრები ყავს იტალიიდან, რომაელი ლეგიონერები და ჩვენი მეგობრები, ვისთანაც ამდენი ხანია თანამშრომლობთ, ჩამოვლენ ჩვენთან ერთად გაივლიან და შემდეგ უკვე ეთნოგრაფიულ მუზეუმში მსურველები ამოვლენ. გვინდა რომ ყველას ერთი დეტალი მაინც ქართული სამოსის დამსწრეებს გქონდეთ, ახალგაზრდებს რა თქმა უნდა მოიწვევთ, იმიტომ რომ მათზე არის უმთავრესი სწორება, რაც იყო მთავარი მოთხოვნა ამ
ფონდის და მოხდება ესეთი რამე, როცა ადამიანი შემოვა ეთნოგრაფიული ტერიტორიაზე, იქ მას დახვდება მშვილდოსნობის შეჯიბრება, ძალის გამოცდა, ლელობურთის თამაში, ჩვენი სანახაობები, შეჯიბრებები, ანუ ის უნდა იყოს ამ ყველაფრის მონაწილე. ანუ ეს არ იქნება რაღაც შეფუთული სანახაობა, რომელიც შეუძლია დააკვირდები, შენ თვითონ უნდა ჩაერთვა ყველაფერში და როცა დავუშვათ ახალგაზრდა კითხულობს საკუთარ ისტორიას და მეფეების გმირების ამბავს იგებს, ეს უკვე მისთვის აღარ იქნება რაღაცა მშრალი ხმალი მოიქნება, მას თვითონ ექნება საშუალება რომ შულდისროლოს, ხმალი მოიქნიოს, შეჯიბროს, ძალაში ერთმანეთი გამოცადონ და დიდი ზეიმი უნდა მოვაწყოთ, აი ესეთი გეგმები გვაქვს. მოდი ვინც ახლა გისმენდა აქვს თან დაიბადა იდეა, უთხრათ როგორ შეუძლია მოაწოდოს ფონდს განაცხადეს, არის სპეციალური აპლიკაცია თუ როგორ შეიძლება? ჩვენთვის სობრიად შევქმნით ახალი სისტემა, მათ შორის ერთ-ერთი არის ელექტრონული სისტემა, გადავიდით ახალ ვებგვერდზე, ეს არის 3w.fondi.go.g. შეუძლიათ შეგრძანდნენ, არის ელექტრონული აპლიკაცია და პროექტებიც ელექტრონულად მიიღება და პრობლემა არ იქნება არანაირი, განსაკუთრებით ეს კაი საშუალებაა რეგიონის ახალგაზრდებისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისათვის. მაყურებელს ვეთქვი რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ირაკლი ჟორჟოლიანი და შავხაროსნების წევრი ზურაბ ნახარაძე. ასე რომ თუ კი გაქვთ იდეა, რომელიც დაფინანსებას საჭიროებს და ამ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ჯერ კიდევ გაქვთ დრო 20 ივნისამდე. 14 ივნისი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა. 1995 წელს სწორედ ამ დღეს მიიღეს საქართველოს კანონი მათი დაცვის შესახებ, რომლის მიზანიც გახავთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და იმ სტერეოტიპების დამსხვრევა, რომელიც დღეს არსებობს. ამ თარიღთან დაკავშირებით 20 ახსაზრდელი დღის ცენტრის ეწევა მთაწმინდის პარკს და ესწრება კონცერტს, მათ სიმღერად ჩაწერეს. ჩვენი განმაყოფი ჯგუფი იმყოფებოდა სტუდიაში, მოდი ვნახოთ კადრები.